კაცებს მაინც უჭერთ მძიმე ინფორმაციის გადმოცემა და მეგეტყვით. მოკლედ, ოფისმა არ გაამართლა. არიან აქ ადამიანები, რომლებსაც ტვინის ნაოჭზე არ დაუდიათ და არაფერზე არ უფიქრიათ. ტყუილად ისხდნენ და ერთი არჩევანი ჰქონდათ. ესპრესო, კაპუჩინო თუ ამერიკანო. თუმცა ვიღაცებმა თავი გამოიჩინეს. გვაქვს წარმატებული მაგალითები. მაგალითად ბირჟები. აგრეთვე ძალიან წარმატებულები არიან ბავშვები. გენიალური იდეა მოგვიტანეს. ასევე გაამართლა მერაბდარჩიას ბიზნესმა. საწოლიანი ტაქსები. დანარჩენებს კი რა გითხრათ? ხარჯის მეტი თქვენი ჩვენთან არაფერი ურთიერთობა. თქვენ ერთი შიგარ ხონდით. შენ არა ბალ. რა გონია ახლა მას გავეკიდებით? მე ვიტყვი რა, ჯერ ერთი იდეების მოფიქრება სჭირდება დრო ელემენტარული რა და მე ვაფშე ვერ ხვდები რატომ ბიუჟეტის კეთილმოწყობა კარგი იდეა საერთოდ. ვერც მიხვდები. აჰა, სორი რა. ბოდიში ახლა თბილისური დერსკობის ექსპორტი ჯერ არ დაუწყია ქვეყანას. მოიცა არ გავიდა შენი იდეა?